ამაღლობელი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ბათუმში. ამ წუთებში იკითხება აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია. ის საუბრობს, როგორ მიმდინარეობდა აქციები და რა მოხდა 11-12 იანვარს. დღესვე მოусმენენ ირაკლი დგებუაძეს. მანამდე კი ადვოკატებმა ირაკლი კობახიძის გამოკითხვის შუამდგომლობა დააყენეს. საქმე ეხება ერთ-ერთ მედია საშუალების ეთერში პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმისას დავალებას ასრულებდა. აღნიშნული გააპროტესტა პროკურორმა და აღნიშნა, რომ ფაქტის პოლიტიზირება ხდება. მოსამართლის თქმით, პრემიერ-მინისტრის გამოკითხვასთან დაკავშირებით მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს. მზია ამაღლობელის პროცესს ჩეხეთის, პოლონეთის, დანიის და ესტონეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან. დღეს ასევე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მზია ამაღლობელის ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის და დირექტორის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართეს. საჯარო ხელმისაწვდომ ვიდეო პორტალ YouTube.com-ზე 2025 წლის 16 აპრილს განთავსდა გადაცემა ღამის კურიერის ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ირაკლი კობახიძე პირადი ნომრით აღარებდა კონკრეტები საუბრობს მზია ამაღლობელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, სადაც იგი აცხადებს, რომ მზია ამაღლობელი არ არის მსხვერპლი, კონკრეტულ დავალებას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის. მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა. საკითხი, რომელზეც ირაკლი კობახიძე განმტკიცებით ფორმაში საუბრობს, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წარმოადგენს მნიშვნელოვან გარემოებას. ვინაიდან მისივე განცხადებებიდან აშკარად გამოჩნდა, რომ ირაკლი კობახიძე ფლობს მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის გარემოებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად დამცველი წარმოიშვა მისი გამოკითხვის სურვილი. დამცველი მხარის მიზანს წარმოადგენს აღნიშნული საქმის პოლიტიზირება და სამართლებრივი სივრციდან დახვნა და სწორედ ეს ვიდეო საფუძვლად იმას, რომ მსგავსი სახის მტკიცებულებებს წარმოადგენს. შეუძლებელია სისხლის სამართლის საქმეს დაიგეგმოს პირი, რომელიც არანაირად არ არის დაკავშირებული ამ სისხლის სამართლის საქმესთან, არ ყოფილა შემდგომის ადგილზე და რაიმე სახის კონკრეტული ინფორმაცია ამ ფაქტობრივი გარემოების სიკვდილში არ შეიძლება ჰქონდეს. როდესაც ეს დაძაბულობა შეიქმნა ამ გაბაიძებთან დაკავშირებით რა და შემოწყობილეს, რომ გარეთ აქტივისტები ითხოვდნენ განმარტებას თუ რაზე იყო დაკავებული რა და ხმაურიც მესმოდა შენობაში. მაგას მე გავედი და მოვწოდე ბიჭებსაც, რომ მე გამოდიმეთ გებუაძეს მოვწოდე სწორედ, იმიტომ რომ გებუაძეს აკო ურთიერთობაში. ხედავ გებუაძე გამოდის მის თანამშრომლებთან ერთად. ქალბატონი მზია ეკითხება გებუაძეს თუ რასთან დაკავშირებით იყო დაკავებული გაბაიძეები. გებუაძეს მიმართავს, კითხვა-პასუხი. გებუაძე დუნდება, მე ქალბატონი მზია პოლიციის ფორმაზე გაჩავს და ხელს უთხრამს სახის არეში. მე ხდება ქალბატონი მზიას დაკავება და იგი ხო და ეგ მაგას შორის